ძალიან მინდა ეს არჩევნები არ გავდევს იმ ტიპის არჩევნებს, რაც ერში ტარდება ხოლმე, ამბობს პატრიარქობის კანდიდატი მეუფე გრიგოლი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა კანდიდატად დასახელების შემდეგ პირველი ქადაგებით მიმართა მრევლს. ისაუბრა მეუფე ისაიაზეც და აღნიშნა, რომ ამ საკითხის უბრალოდ დიპლომზე დაყვანა წარმოუდგენელია. ჩვენ მღვდელმთავრები ვართ ყველა, დიპლომიანიც და უდიპლომოც. მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას, თქვა მიტროპოლიტმა. დუმის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ევროპიდან ხალხი რუსეთში გადადის საცხოვრებლად და ბინადრობის ნებართვების მოთხოვნები ყოველწლიურად იზრდება. ყოველი მეხუთე გერმანელი ჩემოდნებს ზის, აცხადებს ვოლოდინი. მისივე თქმით, კანცლერ მერცის პოლიტიკის შედეგად გერმანიის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები აქვს. წითელ მოედანზე დრონებისგან დასაცავად ბადეებს ამაგრებენ. ასე ემზადება მოსკოვის 9 მაისის აღლუმისთვის. ფოტოები რუსულ მედიაში გავრცელდა. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით მოსკოვის ცის დასაცავად 280 საჰაერო თავდაცვის სისტემა განალაგეს. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები დედაქალაქში ყაზანიდან და გროზნოდან გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბალტიის ზღვაზე პრიმორსკის პორტში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაზიანებულია რუსული სარაკეტო ხომალდი კარაკურდი, საგუშაგო კატერი და ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ ერთი ტანკერი. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა პორტის ინფრასტრუქტურასაც.